სახალხო მხატვრის რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, ზურაბ ნიჟარაძის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ღონისძიება გაიმართა. საიუბილეო საღამოს ფარგლებში გამოვიდა წიგნი, ალბომი, რომელიც მხატვრის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს თარიღებსა და შემოქმედებით პერიოდებს აერთიანებს. კატალოგში შევიდა ასევე ზურაბ ნიჟარაძის ძველი და ახალი ნამუშევრებიც. ალბომი კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა გიორგი ჯანბერიძემ შეადგინა. საიუბილეო ღონისძიებას უწყებისა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მხატვრის მეგობრები, კოლეგები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. წიგნი ალბომი კულტურის სამინისტროს სახვითი ხელოვნების განვითარების 2013 წლის პროგრამის ფარგლებში გამოვიდა. 85 სოლიდური ის არის ასაკი. მე ძალიან დიდი მადლობელი ვარ იმის ყურადღებისთვის, ეს ყველა ვინც მონაწილეობდა წიგნის დაბეჭდაში, გამოცემაში და ასე შემდეგ. მერია, კულტურის სამინისტრო, სტატიების ავტორები, დათო ანდრეაძე და გია ჯანბერიძე. ჩვენებად არის შეკრული. ვფიქრობ, რომ კულტურის სამინისტრო დღეს ხელდამშვენებულია იმ საჩუქრით, რაც გაუმზადა ქართულ საზოგადოებას და სტუმრად ყოფილი პიკო თავისი ნამუშევრებით. ჩვენც შევეცდებით მოგზაურებული, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ჯილდო გადავწყვეტ მას ხელოვნების ფურმის წოდება და ჯილდო. რაც ჩემი თავი მახსოვს შეგნებულად ჩემი ახალგაზრდობიდან იმ დროიდან ერთად მოვდივართ, იმიტომ რომ მისი მეორე ციციშვილი ჩემი ახლოს მეგობარი. ამიტომ სულ ვარ საქმის კურსში და მისი აქტუალობას უკვე საზღვარი აღარ აქვს. ის კი არა რომ გაჩერდა წინ ეს არის ხელოვნება, როდესაც შენ არჩევები და რაღაც ახალ